ვიწყებთ მეოთხე ლექციას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება. და ლექციის ბოლოს ვისაუბრებთ დავალება თუ შეასრულეთ, ვინმეს თუ უნდა განიხილოს საკუთარი გაცნობიერებები გაგვაცნოს. ესე იგი, ახლა გავაზიარებ ეკრანს. დღეს ჩვენი ძირითადი თემა იქნება სატურნი და შემდეგ გადავალთ რამოდენიმე ზოგად დახასიათებაზე პლანეტების და დაგვრჩება უკვე მხოლოდ რაჰუ და კეტუ, რომელსაც გავივლით ორშაბათს. ანუ ორშაბათს გავიგებთ ყველა რა არის ჩვენი კარმული დავალება ძალიან დეტალებში. დღეს კი სატურნის ენერგიას შევიცნობთ. ესე იგი, სატურნი არის ვედურ ასტროლოგიაში და მითოლოგიაში წოდებული როგორც შანი. ეს არის კარმის, ასე ვთქვათ, პლანეტა, მოკლედ რომ ვთქვათ. ისტორია ასეთია სატურნის. სატურნი არის მზის შვილი. მის დაბადებას ესეთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. მზეს ვეღარ უძლებდა თავისი ცოლი მზის მღურვალებას და მას შემდეგ რაც სამი შვილი გააჩინა, თვითონ წავიდა და ასკეტიზმს მიჰყო ხელი და დატოვა რაღაცა ჩრდილი, რომელიც მისი ანარეკლი იყო ცოლმა. მზე ვერ მიხვდა ამას და იფიქრა, რომ ეს იყო მისი ცოლი და მასთან ცხოვრობდა ჩვეულებრივ და გაუჩნდა რამდენიმე შვილი, მათ შორის ერთი იყო სატურნი. როდესაც ეს ამისი, ასე ვთქვათ, ყალბი ცოლი ფეხმძიმედ იყო სატურნზე, ძალიან ბევრს ლოცულობდა და ძალიან ბევრ ღვთისმსახურებას ასრულებდა და აქედან გამომდინარე ძალიან ნაკლებად უვლიდა საკუთარ თავს. შემდეგ შედეგად გაჩნდა სატურნი, რომელიც იყო მუქი ფერის, იყო მუქი ფერის, ვიდრე უნდა ყოფილიყო წესით და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ დედამისი ამდენ ღვთისმსახურებას ეწეოდა, ქონდა ძალიან დიდი ძალა. მზეს ეს გაუკვირდა ძალიან და თავიდან იფიქრა, რომ ეს არ იყო მისი შვილი. და რაღაც უსამართლოდ მოექცა, ასე ვთქვათ. გადაწყვიტა, რომ მისი შვილი არ იყო, შემდეგ შივასთან მივიდა და იტყა და შივამ უთხრა, რომ ეს შენი შვილია და მზემ ეს მოინანია, მაგრამ სატურნი მაინც ითვლება, რომ არის ნაწყენი მაინც მამამისზე და მზე და სატურნი აქედან გამომდინარე, სადაც შეგხვდებათ ერთად, გაითვალისწინეთ, რომ არიან მტრები, ანუ ერთად არ გრძნობენ კარგად თავს. შემდეგ შანის ძალიან ბევრი, ანუ სატურნს ძალიან ბევრი მითი უკავშირდება, მაგრამ ყველა მითში, ანუ მთავარი ის არის, რომ შანი არის ძალიან ესეთი ასკეტური, ძალიან მკაცრი და ვისაც კი შეხედავს, ზოგჯერ, ანუ მისი მზერაც კი არის ძალიან დამსჯელი. ანუ უკავშირდება რაღაცა ცუდ გამოცდილებას. და კონკრეტულად სატურნი პლანეტა არის რაღაცა ჩვენთვის მითოლოგიურად რაღაცა კარმების ნაზავი, რაც ბევრ ცხოვრებაში გაგვიკეთებია და ამ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, უნდა გამოვცადოთ, ერთი ეგ არის და პლუს ეს არის სატურნი კიდე ძალიან მკაცრი მასწავლებელი, ანუ სხვადასხვანაირი მასწავლებლები არიან პლანეტები, ყველა ჩვენი მასწავლებელია, ასე ვთქვათ. ყველა ღმერთის, ასე ვთქვათ, ხელებია, როგორც მითოლოგიაში, როგორც ვედურ ასტროლოგიაში იძახიან. ანუ ღმერთის გამოგზავნილი სხივებია, რომ რაღაც გვასწავლონ და სატურნი არის ყველაზე მკაცრი ამათგან. ანუ სხვადასხვა მეთოდი აქვს სწავლების პლანეტებს და სატურნი არაფერს არ გვპატიობს. გვასწავლის დისციპლინას, გვასწავლის შრომის უნარიანობას, მოთმინებას და
ანუ გვასწავლის ყველაფერი იმის გაკეთებას, რასაც ჩვენი ნებით არ გავაკეთებდით, რაც არ გვეხალისება, ასე ვთქვათ. აი ესე ვრთნის, აი ამ ასპექტს გვასწავლის, რომელიც არ არის სიამოვნება და არ არის ადვილი ჩვენთვის გასაკეთებლად. ანუ სატურნს უკავშირდება ბედისწერის გაკვეთილები, მოთმინება, ვალდებულებები, სტრესი, უიმედობა, ვორკოგოლიზმი. ვისაც ძლიერი სატურნი აქვს, ეს არის ბუნებრივად ადამიანი, რომელსაც აი ეს თვისებები, ასე ვთქვათ, ვორკოჰოლიზმი აქვს ძალიან ღრმად გამჯდარი, ან საკუთარი თავის კონტროლი აქვს ძალიან ღრმად გამჯდარი. და ესე იგი, ეს თვისებები მთლიანად უკავშირდება სატურნს. სატურნი არ არის, ასე ვთქვათ, უარყოფითი და ბოროტი ძალა. არა, შეიძლება სატურნმა მიგვახვედროს ისეთი რაღაცა, რასაც ისე ვერ ვხვდებით და ჩვენი ნებით რაღაცას არ ვაკეთებდით და სატურნი უბრალოდ ძალიან მოგვაწყვება და ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებს, სანამ ამას არ გავაკეთებთ. ანუ სხვადასხვა мотиваცია აქვს. თუ ვთქვათ იუპიტერი რაღაცა ძალიან პოზიტიურ გამოცდილებებს გამოგვიგზავნის, ხანდახან რაღაც ცოდნას გამოგვიგზავნის, მასწავლებელს გამოგვიგზავნის, სატურნი გამოგვიგზავნის დეპრესიას, რომ აი მეტი არაფერს, ანუ რაღაც ძალიან ისეთი უიმედობაში ჩავარდე, მაგალითად რაღაც არასწორად აკეთებ და მერე გადაწყვიტო, რომ თავი უნდა დაანებო მაგის კეთებას, ასე ვთქვათ. ანუ პოზიტიურად არ არ გვასტიმულირებს, უფრო ნეგატიურად. მაგრამ ამასთანავე არის ძალიან სამართლიანი სატურნი და ყველა ის ადამიანი, ვინც სწავლობს სატურნის გაკვეთილებს, სწავლობს მოთმინებას, სწავლობს გულმოდგინებას და სიბეჯითეს, უკვე მაშინ სატურნისგან იღებს დამსახურებულ ჯილდოს, ასე ვთქვათ. ძალიან სამართლიანად იქცევა ყოველთვის. სატურნი თვითონ პლანეტა, როდესაც რუკაში მოხვდება, აქვს ძლიერი პოზიცია, რა თქმა უნდა და სუსტი. ყველა ზოდიაქოს ნიშანში თავს სხვანაირად გრძნობს. ყველაზე ძლიერია სატურნი სასწორის 20 გრადუსში, მაგრამ ზოგადად სასწორშიც ძლიერია. რას უკავშირდება ახლა? სატურნი, ასე ვთქვათ, არის აი რაღაცა დამსჯელი უფროსი, კონტროლიორი და სასწორი ეს არის ისეთ ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არის დაკავშირებული უფრო აი ამ ძლიერი ხასიათის არქონასთან და დამორჩილებასთან. და ბუნებრივად სატურნი, როდესაც ხვდება სასწორში, თავს გრძნობს კომფორტულად, იმიტომ რომ იქ არავის არ აქვს დიდი ეგო და ყველა ემორჩილება, ასე ვთქვათ. და სუსტი პოზიცია არის ვერძში. ვერძის 20 გრადუსშია ყველაზე სუსტი, მაგრამ მთლიანად ვერძშიც სუსტია. და ეს არის წარმოიდგინეთ აი სატურნის ყველანაირი თვისება და ვერძის თვისებები, ანუ ეს ფეთქებადობა, იმპულსიურობა, აი ეს ზედმეტი ენერგია, ზედმეტი აგრესია სატურნს საერთოდ არ ახასიათებს და ამ ენერგიაში, აი ის სატურნის ენერგია თავს ისე ვერ ავლენს, როგორც საჭიროა. საკუთარი ნიშნებია თხისრქა და მერწყული. მერწყულს კიდე ერთი მფლობელი წავს რაჰუ, თხისრქა არის მარტო სატურნის ნიშანი. აქაც თავს კარგად გრძნობს, რა თქმა უნდა, სატურნი, მაგრამ აი სასწორში, როდესაც ხედავ სატურნს, ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე თხისრქაში ან მერწყულში. სატურნის მეგობრები არიან ბუნებრივად მერკური და ვენერა. მერკური უფრო დაჩაგრულია სატურნის მიერ, მაგრამ დადებით თვისებებსაც იღებს სატურნისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს აქვს ისეთი ინტელექტი, სადაც მოთმინების უნარიც არის იქ ჩადებული, რომ რაღაცას ღრმად ჩაწვდეს და შეუძლია უფრო ღრმად დაკავდეს რაღაც თემით. მეცნიერებს აქვთ ხოლმე ხშირად სატურნი და მერკური ერთად, რომლებსაც აქვთ მერე იმის ძალა, რომ ერთ და იგივე თემას ჩაუღრმავდნენ. მაგრამ უარყოფითი ის არის, რომ აი მერკურის კომუნიკაბელური ხასიათი, თქვათ, აი სიმსუბუქი ადამიანს აღარ აქვს და უჭირს მერე, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანებთან შესვლა კონტაქტში უნდა ისწავლოს ჯერ. ისე შეიძლება იცოდეს ყველაფერი და იყოს ჩუმად. და ვენერა და სატურნი გრძნობს თავს კარგად ვენერასთან თვითონ, მაგრამ ვენერა იჩაგრება ცოტათი, რადგან ადამიანი იკავებს ამ თავის ბუნებრივ ქალურობას, ბუნებრივ ვენერას ენერგიას და შემოქმედებითობას სატურნი ზღუდავს, ასე ვთქვათ. ნეიტრალური არის იუპიტერი, იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან
არანაირი პრობლემა არ აქვთ. თუ ძალიან ახლოს არ არიან ერთ სახლში განლაგებული სატურნი და იუპიტერი ძალიან კარგია ადამიანისთვის. და მტრები არიან მზე, მთვარე და მარსი. მზე, როგორც გითხარით, არის სატურნის უკანონო, უпростоრედ სატურნის მამა და ასე ვთქვათ, მტრობის ისტორიაც მოგიყევით, საიდან მოდის. ეს ესე აისახება, რომ მზე არის ეს ყველაფერი განათება, გამონათება ყველაფრის, ლიდერობა და სატურნი არის უფრო ჭრდილში ყოფნა, შედარებით შეზღუდვა უკავშირდება ეს სიტყვა სატურნს ძალიან კარგად და ეს ორი ენერგია თუ ერთად მოხვდა, ერთი გაფართოებისკენ არის, მეორე შეზღუდვისკენ და რაღაცა ერთმანეთს ერთად ვერ თავსდება ერთ სახლში კარგად. მთვარე და სატურნი საკმაოდ რთული პოზიცია ადამიანისთვის, რადგან მთვარე როგორც გითხარით, ყველა პლანეტის ენერგიას იკრებს, ასე ვთქვათ, თავის თავზე იღებს ძალიან და როდესაც მთვარე და სატურნი ერთად არის, მთვარე ბუნებრივად ხდება ძალიან, ასე ვთქვათ, მშრალი და ემოციებს იკავებს საკუთარ თავში, არ გამოხატავს, ანუ ადამიანს თუ მთვარე და სატურნი ერთად აქვს, უნდა ისწავლოს ჯერ ემოციების გამოხატვა, რადგან სატურნი ზღუდავს აი ამ თავისუფალ დინებას ემოციებისას. და დედასთან არის ხოლმე ურთიერთობაში პრობლემები, რადგან მთვარე დედაა და მთვარე სატურნი რაღაცა დედისგან სიტყვა არ მოდის რა ამ ადამიანის ცხოვრებაში, ესეთი შეგრძნება უჩნდება ადამიანს. როდესაც სატურნი და მარსი ერთად არის, ესეც ძალიან ესეთი პოზიცია, რთული საკმაოდ, რადგან მარსი როგორც ისეთ არის ყველაფერი საწინააღმდეგო სატურნის, ანუ გაბედულება, ენერგია, რაღაცა ესე ვთქვათ, გამარჯვების შინი და სატურნი პირიქით შეკავება, რაღაც გაფრთხილება, ასე ვთქვათ, შენელება ყველაფრის. აი სატურნი არის პლანეტა, რომელიც ყველაფერს ანელებს. მითოლოგიაში გამოსახულია როგორც კოჭლი, ანუ კოჭლია სატურნი და ნელა მოდის ყოველთვის. შედეგებსაც ამბობენ, რომ სატურნი რაღაცას როცა აკეთებს, შედეგი მოაქვს მერე ძალიან ნელა, იმიტომ რომ სატურნი ყველაფერს აფერხებს. სიმწიფის ასაკი არის 36 წელი სატურნის. ბუნებრივად თუ დავაკვირდებით ადამიანების ცხოვრებას, აი 36 წლის ასაკში ძალიან ბევრს 36-37 წლის ასაკში ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ესეთი გამოცდილება, რომ ცხოვრება უცებ ასწავლის ყველა იმ გაკვეთილს, რომელიც გამოტოვა, ასე ვთქვათ, თუ იქამდე რაღაც ეპატიებოდა, ამ ასაკში ხდება ისე, რომ ადამიანმა შეიძლება მიიღოს რაღაცა ან ჯილდოს მიიღებს, ახლა თუ კარგი სატურნი აქვს რუკაში და სატურნის ენერგიასთან ახლოს არის და ყველაფერს სწორად აკეთებდა, ან რაღაც გაკვეთილებს ცხოვრებისგან, რომ აი ეს პასუხისმგებლობების აღება უწევს უფრო მეტის, ან რთულ ვითარებაში ვარდება თუ არ იღებს ამ პასუხისმგებლობებს. შაბათი არის კვირის დღეებიდან სატურნის დღე. აი ეს რელიგიები, რომელიც შაბათს მარხულობენ, ბუნებრივად სატურნის ენერგიას ასე ვთქვათ, სატურნის ენერგიის კულტივაციას აკეთებენ. ასევე ასკეზის გაკეთებას თუ აპირებთ რაღაცა, შაბათი ამისთვის არის ძალიან კარგი დღე, რადგან ბუნებრივად შაბათ სატურნის დღეს ითვლება, რომ უფრო ნაკლები სურვილები გვაქვს, ანუ უფრო ადვილია რაღაცა ასკეზის დაცვა, ვიდრე სხვა დღეებში. და არსებობს ასევე ესეთი პრაქტიკა, რომ თუ შაბათს იმარხულებ, რაღაცა სატურნს ასე ვთქვათ, გული მოულბება და იმდენ რაღაცას არ გამოგიგზავნის, იმდენ პრობლემას, მე როდესაც მქონდა, მე ვილაპარაკებთ სატურნის ტრანზიტზე, როდესაც მქონდა სატურნის ტრანზიტი, მაშინ მარხულობდი ხოლმე შაბათს. ფერი არის შავი. სატურნის ელემენტია ჰაერი და გემო მწყლარტე, ანუ რაღაცა ისეთი უსიამოვნო, აი უსიამოვნო პლანეტაა, ასე ვთქვათ, სიამოვნებასთან საერთოდ არ არის ახლოს სატურნი. ყველაფერი რაც უსიამოვნოა, სატურნს ეხება, ასე ვთქვათ. ეხლა განვიხილოთ სატურნი სხვადასხვა სახლში. ანუ პირველი, ანუ ჩაიხედეთ თქვენ რუკებში, ნახეთ სად არის სატურნი და შესაბამისად მიხვდებით მე რაზე ვსაუბრობთ. სატურნს, როდესაც რომელიღაც სახლში დაინახავთ, ეს არის ის, რომ სულს უნდა ამ სახლში
რაღაცა პრობლემების დამუშავება. ანუ ამ სახლს თუ დავუმატებთ პრობლემას, ეს არის სატურნი ამ სახლში. ის რაღაცა, რაც ამ სახლს ეხება, ჩვენ ცხოვრებაში არის რთული შედარებით, ვიდრე სხვა სფეროები. ანუ ის სფეროები არის რთული, ან რომელიღაც ერთი კონკრეტული სფერო არის რთული. მაგალითად, თუ სატურნი აქვს ადამიანს პირველ სახლში, ამ ადამიანს საკუთარი თავის გამოვლენა ძალიან უჭირს. არის შეზღუდული საკუთარი თავის გამოვლენა ადამიანში. ანუ ბუნებრივად რომ საკუთარი თავი იყოს არ შეუძლია. შეიძლება სხეულთან დაკავშირებული პრობლემები ქონდეს, განსაკუთრებით აქვს ხოლმე ადამიანებს დაჭიმულობა სხეულის, ანუ პირველი სახლი როგორც იცით სხეულს განაგებს და აი ადამიანი რომელიც შინაგანად ძალიან დაჭიმულია, ყოველთვის ხო ძირითადად ყავს სატურნი პირველ სახლში. და დავალება არის რა თქმა უნდა, რომ აი სატურნი როგორ არის ახლა ძალიან რთულია იმის მიღწევა, რასაც სატურნი ვთქვათ, ასე ვთქვათ, სატურნი გვიდგას შემზღუდველად, მაგრამ როგორც კი გადავლახავთ, ანუ ძალიან დიდი ძალის ჩადება გვიწევს იმაში, მაგრამ როგორც გადავლახავთ, მერე გვეხმარება სატურნი. ანუ ადვილად არ გვაძლევს იმას, მაგრამ მერე ძალიან გვეხმარება. აი მაგალითად პირველ სახლში თუ აქვს სატურნი ადამიანს და ძალიან ბევრ შრომას ჩადებს იმაში, რომ გამოვლინდეს რაღაცნაირად, მაშინ, როდესაც ამას მიაღწევს, მერე იქნება ძალიან დიდი უფრო მისი სურათი, ვიდრე სხვების, ასე ვთქვათ. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ იმ სახლის თემა საერთოდ შეგვიძლია დავივიწყოთ და რახან სატურნი აქ პრობლემა უნდა იყოს. პირიქით, უბრალოდ უფრო მეტი ძალისხმევა და უფრო მეტი შრომა უნდა ჩავდოთ და შედეგებს ვხედავთ უფრო გვიან, ვიდრე სხვა თემებთან დაკავშირებით. ანუ სხვა რაღაცებს ყველაფერს დავამუშავებთ და ბოლო არის, რასაც ამას ვამუშავებთ, ასე ვთქვათ. როცა მეორე სახლშია სატურნი, ამ ადამიანს აქვს პრობლემა რესურსებთან დაკავშირებით, აქვს პრობლემა აი ფულთან დაკავშირებით, შეიძლება საკვებთან დაკავშირებით იყოს პრობლემური ეს ადამიანი და ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ფული არ ექნება, უბრალოდ დასამუშავებელი აქვს ეს თემა. ანუ რაღაცა წინა ცხოვრებაში რაღაც რწმუნებულება წამოიღო, რომ მაგალითად ფული არ არის კარგი და ხა სატურნი აქ იქ და აკრძალვა აქვს დადებული, ასე ვთქვათ, ამ სახლს. და ამის დამუშავება სჭირდება ამ ცხოვრებაში. რაც უფრო იზრდება ეს ადამიანი და ასაკი ემატება, მით უფრო მუშავდება სატურნი, რა თქმა უნდა და მით უფრო მეტი შეიძლება კონდეს შემოსავალი. და როდესაც სატურნია მეორე სახლში, ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რაში ხარჯავს ფულს, ანუ თუ რაღაცა არის ადამიანების რუკა, რომლებსაც პირიქით ევალებათ, რომ სულ ფული ფლანგოდონ და აი ქველმოქმედებაში ჩადონ. ამ ადამიანისთვის სატურნი მეორე სახლში აქვთ, პირიქით, ანუ ყოველთვის ხელმომჭირნედ უნდა დახარჯონ, ასე ვთქვათ, ფული, უნდა იცოდნენ რაში ხარჯავენ, ანუ აი ესე მოზომილად. ისი არა, რომ აი გადავყარო ვიღაცას ვაჩუქონ რაღაცა ესეთი. სატურნი ესეთ რაღაცებს არ პატიობს უფრო. უნდა რომ ასწავლოს ძალიან ისეთი აირათიანი ფულის ხარჯვა. და ვალები არ არის კარგი ხო, მეორე სახლში თუ სატურნი ყავს ადამიანს, ვალის აღება კარგი არ არის, რადგან სატურნს არ უყვარს დიდად ვალები. მესამე სახლს რაც შეეხება, თუ სატურნი აქ არის, ეს არის ძალიან ადამიანი, რომელსაც აი გაბედულება აკლია, იმიტომ რომ მესამე სახლი გაბედულებასთან არის კავშირში და აი ძალიან ფრთხილია ესეთი ადამიანი, ზედმეტად ფრთხილი. ეს სახლი ხელებთან არის დაკავშირებული და აი თუ გინახიათ ადამიანები, რომ ხელით საერთოდ ვერ ხატავენ, ან ხელი არა აქვთ, ასე ვთქვათ, მოხერხებული. ან სულ რაღაცა უტყდებათ. ესეთ ადამიანებს აქვთ ხოლმე სატურნი. მესამე სახლში აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი ესე იყოს, თუ ესე აქ ყავს სატურნი. უბრალოდ რაღაცა თემა იქნება სატურნთან დაკავშირებული აქტიური. მაგალითად, დაძმები არის მესამე სახლი და შეიძლება უწევდეს დაძმების მოვლა, ან რაღაც მოვალეობასავით კონდეს. ან შეიძლება გაიზარდოს და მერე უწევდეს, რომ ფინანსურად დაეხმაროს დაძმებს. აი რაღაცა ესეთი აუცილებლად მომენტია მესამე სახლთან დაკავშირებული. ოღონდ ეს ცხოვრების დასაწყისში და სანამ დასამუშავებელია და როდესაც დაამუშავებს ადამიანი, ეხლა არასოდეს არ იქნება ისე, რომ ეს აბსოლუტურად შეეცვლება ეს მიდგომა, მაგრამ შეიძლება იმ დონემდე დაამუშავოს, რომ ეს არ აწუხებდეს დიდად და მას პრობლემას არ უქმნიდეს ცხოვრებაში.
ხო, აი სატურნი თუ მესამე სახლშია, ამ ადამიანებს აი კომუნიკაცია შედარებით უჭირთ, შედარებით უკან იხევენ, მაგრამ თუ გახსნეს ეს კომუნიკაციის ნიჭი, ხო? აქ აი ძალიან დიდი ძალა ლაპარაკის დროს. აი რომ ვერ შეეწინა აღმდეგები ისეთი ადამიანები არიან, ასე ვთქვათ. და აი ეს ძალა რაღაცნაირად ცოტა დაჭერილია სატურნის მიერ. მაგრამ თუ გამოვიდა იქიდან უკვე, ხო? მერე უკვე იწყებს ძალიან ესე რაღაცნაირი დიდი ენერგეტიკული ნაკადი მოდის, როცა ლაპარაკობს ეს ადამიანი. ხო, სხვათა შორის აი სატურნი თუ მეორე სახლში ან მესამეში ლაპარაკს გვიან იწყებენ ხოლმე ეს ადამიანები ძირითადად. აი ხო, იცით 4 წლის ან 3 წლის ლაპარაკს იწყებს პირველად. გასაკვირი არ არის ხოლმე, რადგან სატურნი ყავს ესეთ სახლებში. მეოთხე სახლში სატურნი ეს არის ადამიანი, რომელსაც ბუნებრივად ბედნიერების და კომფორტის შეგრძნება დიდად განვითარებული არა აქვს, ანუ ზიანად ცხოვრებებში ვერ განიცდიდა და ხა სატურნის ის მეოთხე სახლში აქ აქვს სამუშაო, აი ეს მკერდის არე შეიძლება პრობლემური კონდეს, დედასთან ურთიერთობა შეიძლება პრობლემური კონდეს, ანუ დედა შეიძლება იყოს რაღაცა შემზღუდველი მისი ცხოვრებაში. ძირითადად სახლთან დაკავშირებით არის ხოლმე აქ, რომ ყოველთვის ძველ სახლშიც, ანუ რაღაცა ძველ ნაგებობებში ცხოვრობენ ესეთი ადამიანები, სატურნი აქ ყავთ. არ არის აუცილებელი რომ მოსწონდეთ ეს, უბრალოდ აი ესე უწევთ. ან შეიძლება ძველი მანქანები გქონდეთ სულ, და მანქანასთანაც კავშირშია მეოთხე სახლი. სატურნი თუ მეხუთე სახლშია, ამ ადამიანებს არ უყვართ თამაში მაგალითად. შეიძლება ჰობი არ ქონდეთ საერთოდ, ხვდებოდნენ. ბავშვები თუ ყავთ, ბავშვები არის უფრო ეს ვალდებულება, ვიდრე სიამოვნების მიღება. და აი რაღაცნაირად ხალისს უკარგავს მეხუთე სახლი, ხოთშორს პირველს გავს ცოტათი, აი გამოვლინებასაც, თავისუფლებასაც უკარგავს ადამიანს მეხუთე სახლი. ყველას სადღაც ყავს სატურნი და ყველას რომელიღაცა სახლში გვაქვს პრობლემა, ასე რომ თუ შეგხვდათ რომ თქვენი გყავთ და რაღაც პრობლემებს გქნით, არ არის პრობლემა, ყველას სადღაც ყავს. და ყველას შეგვიძლია რომ დავამუშაოთ. მეექვსე სახლში სატურნი ეს არის აი მომსახურების სფეროს და ესეთ მოსაწყენ თემებს ეხება სატურნი და მეექვსე სახლი იგი ერთი და იგივე თემაა, ასე ვთქვათ. და ამ ადამიანს აი ძალიან უჭირს, ვთქვათ, ერთი და იგივეს კეთება, ძალიან უჭირს დისციპლინის დაცვა შეიძლება. ის რომ აი ყოველდღე რაღაცა სახლი დაალაგოს ან რაღაც მოსაწყენი საქმიანობა საქმიანობით დაკავდეს ძალიან ძნელია ამ ადამიანისთვის, რადგან სატურნი იქცის. ვიღაცა შეიძლება სიამოვნებდეს ეს ვისაც აყავს აქ სატურნი, მაგრამ აი სატურნი თან უწევს, ანუ სატურნი რაც სადაც ზის, იმ სახლის საქმეების კეთება გვიწევს მაინც, რადგან ამითი უწვავთ ხა კარმას, ისე არ შეიძლება რომ აი იმ სახლის თემებს არ შევეხები, აუცილებლად შევეხებით, მაშინ როცა სატურნის პერიოდი გვაქვს. ხო, და უწევს ამ ადამიანს შრომა ისეთი, რომელიც არ მოსწონს. ხო, მეშვიდე სახლში სატურნი არის ხოლმე პარტნიორთან რაღაცა კარმული კონტრაქტი და ძირითადად არის ხოლმე ძალიან ხშირად რომ პარტნიორი დიდია უფრო ამ ადამიანზე ან უცხოელია და რაღაცნაირად უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს ვიდრე მას და თითქოს აკონტროლებს რაღაცა ესეთი მომენტი შეიძლება იყოს თუ სატურნი მეშვიდე სახლშია ხო, ადამიანებთან ურთიერთობაც, ანუ ბევრ პარტნიორებთანაც ცოტა შეზღუდული შეიძლება იყოს. ოღონდ ეს რა თქმა უნდა შეიძლება დამუშავდეს, ისე არ არის, რომ აუცილებლად ესე უნდა იყოს. მაგრამ აი ეს ვალდებულების და რაღაცნაირი სირთულის შეგრძნება აუცილებლად იქნება პარტნიორთან დაკავშირებით. ოღონდ ეს საუბარია უკვე აი ქორწინებაში, როდესაც ხარ ადამიანთან. ამ ადამიანებისთვის სხვათა შორის რეკომენდირებულია რომ ოფიციალურად არ მოაწერონ ხელი, რადგან როცა ოფიციალურად აწერენ, მე სახლი აქტიურდება ქმრის და ცოლის და სატურნიც იწყებს მუშაობას. მერვე სახლში სატურნი არის ასე ვთქვათ შეზღუდვა და პრობლემები ყველანაირ საიდუმლოსთან დაკავშირებით და ყველანაირ მისტიურთან დაკავშირებით.
ანებს ხშირად ეშინიათ ხოლმე, თქვათ რაღაც ეზოთერიული თემებით დაკავება და ძალიან კარგსაც აკეთებენ რომ ეშინიათ, რადგან ახლა სატურნი იქს ის ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაცა ჩადენილი რომელიღაც ცხოვრებაში, თქვათ აი მაგიასთან კავშირში ან რაღაც კულტურთან კავშირში, ან რაღაცა საიდუმლო შეთქმულების ნაწილი იყვნენ, სადაც რაღაცა არ გააკეთეს სწორედ. და აქედან გამომდინარე აქ არის სატურნი, რომ თუ ისევ იქით წაუვათ ხელი, ასე ვთქვათ, უკვე იგზის სატურნი და პირდაპირ მოუვა ეს კარმული დასჯა, ასე ვთქვათ. ამბობენ, რომ არ ვიცი ხა ეს არ შემოწმებია ზუსტად, ამბობენ, რომ სატურნი სამერვე სახლშია, ეს ადამიანი გვიან კვდება, რადგან ეს სიკვდილის სახლია და სატურნი არის პლანეტა, რომელიც ყველაფერს ანელებს, ასე ვთქვათ, სიკვდილს ანელებს, ანუ პლუსი ეს შეიძლება იყოს, რომ სატურნი მერვე სახლში ყავს ადამიანს. მეცხრე სახლში სატურნი შეიძლება ზღუდავდეს მამასთან ურთიერთობას. ასევე მინახია ბევრჯერ, რომ როცა მეცხრე სახლშია სატურნი, ადამიანი შეიძლება იღებდეს უმაღლეს განათლებას, მაგრამ უჭირს, ანუ ეს სტუდენტობის წლები მისთვის სილაღესთან საერთოდ არ არის დაკავშირებული და არის რაღაცა ძალიან მძიმე შრომასთან დაკავშირებული. და სავარაუდოდ აი ამ აკადემიურ კარიერას უარყოფს აქ სატურნი. ასე ვთქვათ, რადგანაც არ არის ადამიანისთვის სასიამოვნო, მაგრამ უნივერსიტეტი შეიძლება კონდეს დამთავრებული. ხო, კიდე უმართლებს ნაკლებად, იმიტომ რომ აი იღვალთან არის კავშირში მეცხრე სახლი. მეათე სახლში სატურნი, აი პროფესიასთან დაკავშირებული თემები არის ადამიანისთვის პრობლემა და შეზღუდვა. როდესაც მეათე სახლშია სატურნი. ან უფროსთან აქვთ ხოლმე რაღაცა ძალიან პრობლემური დამოკიდებულება. ან სამსახური ყოველთვის არის პრობლემური, ასე ვთქვათ. არასოდეს კომფორტულად სამსახურში თავს არ გრძნობენ. ანუ თავსაც ვერ არიდებენ, იმიტომ რომ იქ სატურნია. ანუ სადაც სატურნია, ის რაღაცა ყოველთვის იჩენს თავს, რომ ჭირდება იმის დამუშავება. მაგრამ ადვილი არ არის მეათე სახლში სატურნის ქონა და კარიერის გაკეთება მაგალითად. მე-11 სახლში სატურნი, ასე ვთქვათ, აი ამ შემოსავლებთან დაკავშირებით და იოლფულთან დაკავშირებით ჩვენს იღბალს მნიშვნელოვნად ამცირებს. კიდე მე-11 სახლში როცა არის სატურნი, მეგობრების სახლიც არის მე-11 სახლი და ადამიანს შეიძლება ყავდეს ცოტა მეგობრები ძალიან, ან მეგობრები ყავდეს, რომლებიც უზღუდავენ მას თავისუფლებას, ანუ აი საზოგადოებრივ ნორმებს არგებენ, რაღაცა აკრძალვებში, რაღაც ჩარჩოებში სვამენ, ანუ მისთვის რაც კარგია, იმ რჩევებს არ აძლევენ, ანუ თუ მე-11 სახლში ყავს სატურნი ადამიანს, დიდად მეგობრების რჩევას არ უნდა ენდოს, იმიტომ რომ იქიდან წამოვა აი რაღაც სატურნისეული შემზღუდველი, ასე ვთქვათ, წუნებულებები და არა რეალურად რაც სჭირდება ადამიანს. და მე-12 სახლში სატურნი, ასე ვთქვათ, უზღუდავს ადამიანს გზას აი სულიერებასკენ. უზღუდავს გზას აი სულიერებასთან ერთად განვითარებისკენ. რაღაცნაირად დედამიწაზე იჭერს ძალიან. ეს ხომ განთავისუფლების სახლია მე-12 სახლი და ანუ აინტერესებდეს შეიძლება ადამიანს, მაგრამ იქით რაღაცა მასწავლებელი არ მოდის, რაღაცა ზღუდავს, რომ განვითარდეს. კიდევ როცა მე-12 სახლში ამ ადამიანებს აქვთ ხოლმე ხშირად რაღაც საიდუმლოებები. ეგეც შემიმჩნევია, როცა სატურნი იქ არის. არ შეიძლება არაფრით ამ ადამიანისთვის, აი, ნარკოტიკები ან რაღაცა ესეთი საშუალებებით ცნობიერების შეცვლა, რადგან სატურნი ძალიან სჯის შემდეგ. ანუ სატურნის დამუშავების გზა არის, რომ იმ სახლთან დაკავშირებული თემები, როდესაც პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მონდომებით და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მოთმინებით გადავლახოთ. ანუ მივიღოთ ის, რომ იმ სფეროებში ჩვენ ცხოვრება არ იქნება ადვილი და ან კიდე დამუშავება შეიძლება ამის იმით, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ძალიან ღრმა რწმუნებულება,
რომელიც ჩვენ ძალიან სიღრმეში დევს და რამაც აი იქ სატურნი ჩასვა ჩვენს რუკაში. ანუ უბრალოდ ისე კი არ ზის სატურნი, ეს არის ჩვენი ცნობიერება მოვიდა რაღაც შემზღუდველი იდეით, რომ აი ვთქვათ სულიერებაში წასვლა ძალიან ცუდია. ან რაღაც ძალიან ცუდი გამოცდილება მომიტანა და ამიტომ იქით ფაქტიურად თვითონვე აქვს ეს გზა ჩახერგილი და არა ვიღაცამ ჩაუხერგა მაინც და მაინც. ეხლა რახან სატურნზე ვართ, მინდა ვისაუბროთ სატურნის ტრანზიტზე. ჯერ იქამდე სატურნის ტრანზიტი საერთოდ ტრანზიტი რა არის, იმას შევეხოთ. ანუ ნატალური რუკა, როგორც იცით, არის მომენტი, როდესაც დავიბადეთ იმ მომენტში. შემდეგ პლანეტები აგრძელებენ მოძრაობას ცაზე, ხო? და როდესაც პლანეტა გადაივლის იმ ადგილს, სადაც ჩვენი დაბადების დროს რაღაცა პლანეტა მდებარეობდა, ეს არის ტრანზიტი. მაგალითად, ჩვენ როდესაც დავიბადეთ, სადღაც ერთ წერტილში იყო მთვარე, ხო? ან იყო ვენერა, ნებისმიერი პლანეტა. შემდგომ, როდესაც ნებისმიერ წელიწადის დროს, როცა წამოვა სატურნი მაგალითად და იმ ადგილას გაივლის, ეს ნიშნავს, რომ სატურნის ტრანზიტი გვაქვს ჩვენს მთვარეზე. ანუ ეხლა სატურნი მდებარეობს იქ, სადაც დაბადებისას ჩვენი მთვარე იყო. ამას ქვია ტრანზიტი. ნებისმიერი პლანეტა, როდესაც გადაივლის იმ წერტილზე, სადაც ჩვენი დაბადებისას რაღაცა პლანეტა იყო, ჩვენ რაღაცა ეფექტს გვაძლევს ეს. თუ გადაივლის დიდი პლანეტა, მაგალითად სატურნი ან იუპიტერი, გვაქვს უფრო დიდი ეფექტი. ეხლა მერკური და ვენერა და მარსი ძალიან, ანუ ყოველ წელს აკეთებენ ამას და დიდი ეფექტი არ აქვს, როცა ჩვენ პლანეტებზე გადადიან. მაგრამ როდესაც სატურნი ნებისმიერ პლანეტაზე გაივლის, იმიტომ რომ ძალიან დიდია, ნელა მოძრაობს, ჩვენ ამას გვგრძნობთ და ეს არის ტრანზიტი. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტი არის, როდესაც სატურნი გაივლის იმ ადგილას, სადაც არის ჩვენი მთვარე. და ამ ტრანზიტს ქვია სადესატი. სადესატი ნიშნავს უბრალოდ 7 ნახევარს, იმიტომ რომ 7 ნახევარი წელი გრძელდება ეს ტრანზიტი. ესე იგი, როდესაც ხედავთ თქვენს რუკაში, რომ მთვარე მდებარეობს რომელიღაც ნიშანში, ვთქვათ, ხო? ტრანზიტი ითვლება, თუ სატურნი შევიდა იმ მთვარის წინა ნიშანში, უკვე მთვარე გრძნობს ამას. წარმოიდგინეთ, იმ სახლშიც არ შესულა ჯერ სადაც მთვარეა, მაგრამ წინა ნიშანში შევიდა სატურნი, ამას უკვე ადამიანი გრძნობს. შემდეგ გადავა იმ ნიშანში, სადაც ჩვენი მთვარეა თვითონ და შემდეგ გადავა ჩვენი მთვარის შემდგომ ნიშანში. და აი ეს ყველაფერი პირველი სახლიდან პირველი, მეორე და მესამე სახლის გავლას ანდომებს სატურნი დაახლოებით 7,5 წელს. და სადესატი ითარგმნება როგორც 7 ნახევარი. ეს არის ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი ყოველთვის. ესე იგი, რა ხდება ამ 7,5 წლის განმავლობაში? ჯერ როდესაც მთვარე შემოდის, სატურნი შემოდის ჩვენი მთვარის წინა სახლში. ამ დროს იწყება ჩვენი სადესატი. ეს არის აი პირველი 2 წელიწად ნახევარი. ამ დროს ადამიანის ცხოვრებაში უკვე იწყება რაღაცა სირთულეები. ანუ სატურნი რასაც აკეთებს მთვარეზე გადავლისას, ხო? აკეთებს იმას, რომ ძალიან ღრმა ტრანსფორმაციას გვაიძულებს იმ სფეროებში, სადაც ჩვენ თვითონ რაღაცა კომფორტის ზონაში გავიჭედეთ და არაფერს არ ვაკეთებთ, მაშინ როცა უნდა გაგვეკეთებინა. და ამ დროს ხდება განსაკუთრებით მთვარე რახან ფსიქიკაა და რახან ემოციებია, აი ემოციურ სხეულზე ხდება დაწყოლა. ანუ ადამიანი შეიძლება კარგად გრძნობდეს თავს და როდესაც სატურნი შემოდის მთვარის წინა სახლში, უკვე უჩნდება რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები. აი გრძნობს შინაგანად, რომ თითქოს რაღაცა დაიძაბა, ასე ვთქვათ. რაღაცა, ანუ ცხოვრება რაღაც შავთეთრი გახდა უკვე. ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ადრე იყო. და რა თქმა უნდა, შემოდის პრობლემები იმ სფეროში, სადაც სატურნს უნდა, რომ ჩვენ ტრანსფორმაცია განვიცადოთ. ეს პირველი 2 წელიწადნახევარი არის ასე მოსამზადებელი. შემდეგ დგება მეორე პერიოდი, როდესაც სატურნი თვითონ იმ ნიშანშია, სადაც ჩვენი მთვარეა დაბადების რუკაში. აი ეს პერიოდი არის უფრო პიკი, ასე ვთქვათ, სადესატის და ამ პერიოდში სატურნი უფრო და უფრო მაგრად გვაწყვება, ასე ვთქვათ,
რომ გავაკეთოთ ის, ან რაღაცა გადავიაზროთ, რაც არ გავაკეთეთ. აი მაგალითად, რაღაცა სამსახურში მუშაობს ადამიანი და ეს მის დანიშნულებას არ მიესადაგება და ამას არ უნდა აკეთებდეს, ხო? აი იმდენად შეაწუხებს ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ სანამ არ აიძულებს სატურნი რომ წამოვიდეს იქიდან. და რაც უფრო ადრე მიხვდება ადამიანი, აი მაგათად გადმოვიდა ხო სატურნი მთვარის წინა ნიშანში, წამოვიდა რაღაც პრობლემები ცხოვრებაში. უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი არის გასაშვები და დასამუშავებელი, რადგანაც სატურნი იქამდე მიაწყვება, სანამ იმ რაღაცას არ დაამუშავებინებს. შეიძლება უბრალოდ ადამიანი ცხოვრებაში რაღაც ემოციებს არ გრძნობდა და აი ამას ამუშავებინებს სატურნი, რომ საკუთარ ემოციურ სხეული გაანთავისუფლოს, ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს. და მესამე პერიოდი არის, როდესაც გაიარა უკვე ჩვენი მთვარის ნიშანი და გადავიდა ჩვენი მთვარის შემდეგ ნიშანში. ამ დროს ეს პერიოდი უკვე იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ რას ვაკეთებდით წინა ორი პერიოდის განმავლობაში. შეიძლება ეს მესამე პერიოდი იყოს უკვე ჯილდოები წამოვიდეს სატურნისგან, რადგან ჩვენ ეს კარგად გავიარეთ ეს პერიოდი, კარგად გადავაფასეთ, განვითარდით. და მეორე შეიძლება უბრალოდ გაგრძელდეს ეს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა და პრობლემები ცხოვრებაში, რადგან ჩვენ არ გავაკეთეთ ის, რაც სატურნს უნდოდა და უბრალოდ გაგვიგრძელდა სადესატი ბოლომდე. საბოლოოდ დამთავრდება, როდესაც იმ ჩვენი მთვარის შემდგ ნიშანსაც დატოვებს სატურნი და შემდეგ ნიშანში გადავა. აი აქ ესე იგი ჩამოგიწერეთ ინტერნეტში შეიძლება ამის მოძებნა, მაგრამ ჩამოგიწერეთ უბრალოდ სატურნის ტრანზიტები 1980 წლიდან 2030 წლამდე. ნახეთ თქვენი მთვარის ნიშანი სად არის, მაგალითად მთვარე გაქვთ თხის რქაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ როდესაც მშვილდოსანში 2017 წლის იანვარში შევიდა სატურნი, ხო? თქვენთან უკვე დაიწყო სადესატი და ამას აუცილებლად იგრძნობდით. და განსაკუთრებით იქნებოდა რთული, აი, როდესაც იანვარში 2020 წლის თხის რქაში თვითონ გადავიდა სადესატი სატურნი, მაშინ ამას შედარებით უფრო ძლიერად იგრძნობდით და დაგიმთავრდებათ სადესატი, როდესაც აი მერწყულსაც ბოლომდე გაივლის და თევზებში გადავა მომავალი წლის მარტში მაგალითად. ნებისმიერ ნიშანზე უბრალოდ ნახეთ სად არის თქვენი მთვარე, რომელი ნიშანშია, რომელი ზოდიაქოსი და იმ წლებს თუ დააკვირდებით, აუცილებლად ნახავთ რა ხდებოდა იმ წლებში. ასევე 2032 წლამდე დავწერე, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერი მოძებნოთ სატურნი რომელ ნიშანშია. ეხლა კონკრეტულად ამ წუთას არის სატურნი მერწყულში. და თევზებში გადადის 2025 წლის მარტში. ეს მე უბრალოდ ტრანზიტები დავწერე, როცა პირველად გადადის ამ ნიშანში, მაგრამ სატურნი რეტროგრადული ხდება ხოლმე ხანდახან და ისევ უკან გადადის წინა ნიშანში ცოტა ხნით და მერე ისევ აგრძელებს გზას. აი განსაკუთრებით რთულია, როდესაც თქვათ სადესატი გაქვს და სატურნი გაივლის მთვარეს და მერე შემოbrunდება ცოტა ხანი რეტროგრადული იქნება და შემდეგ ისევ მეორედ გაივლის. და ეს ძალიან რთული პერიოდებია ხოლმე ადამიანისთვის, მაგრამ როდესაც იცის უკვე ადამიანმა, რომ აი ხლა ამ პერიოდს გავდივარ, ეს ჩემი ტრანსფორმაციისთვის არის, კონკრეტულად რაღაც თემა წამოვიდა, მაგალითად მაწუხებს, ვთქვათ, რაღაცა, ვთქვათ, ოჯახში მეუღლესთან აღარ მაქვს კარგი ურთიერთობა, რაც სადესატი დაიწყო, ხო? ეს ნიშნავს, რომ ან ტრანსფორმაცია უნდა განვიცადო ამ თემაში, ან შეიძლება არ არის ეს სწორი ადამიანი ჩემთვის და სანამ სატურნი ბოლომდე არ მომაწვება, ჯობია რომ მე თვითონ გავშორდე მაგალითად და რაღაცა ესეთი. ხო. სხვადასხვა ნიშნებში მთვარე სხვადასხვანაირად უძლებს სადესაც ასე ვთქვათ. თუ ეხლა მთვარე ისედაც სატურნის ნიშანში გყავთ მაგალითად თხის რქაში ან მერწყულში. მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ უკვე სატურნის ენერგიას იცნობთ ბავშვობიდან, ანუ ახლობელია თქვენი მთვარისთვის სატურნის ენერგია და ყველაზე ადვილად გადააქვთ სადესატი აი ამ ნიშნებში მთვარეს. მერე მოდის ჰაერის ნიშნები, თუ ჰაერის ნიშანში გყავთ, უფრო შედარებით რთულია სადესატის გადატანა. შემდეგ არის ცეცხლის ნიშნები, თუ ცეცხლის ნიშანშია თქვენი მთვარე კიდევ უფრო ძნელია, რადგან ცეცხლის ნიშანში მთვარე არის უფრო ესეთი იმპულსური და უფრო ცეცხლოვანი,
და ეს სატურნის, ასე ვთქვათ, დათრგუნული, ასეთი მძიმე ენერგია, დამთრგუნველი, უჭირს რომ გადაიტანოს და ყველაზე რთულია ხოლმე თევზები კი არა და აი წყლის ნიშნებისთვის ზოგადად, როდესაც მთვარე ყავთ წყლის ნიშანში, კიდევ უფრო რთულია სადესატი, რადგან სატურნის ენერგია, ასე ვთქვათ, წყლის ნიშანი არამდგრადია, ასე ვთქვათ, შედარებით და რაღაცნაირად იკარგება ამ დეპრესიულ ფონში და უარყოფით ენერგიაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამის შესარბილებელი ისინიც არსებობს გზებიც და შეიძლება რომ ადამიანმა მაგალითად უბრალოდ მედიტაციით დაკავდეს ყოველ დღე და ამით შეარბილოს ეს ეფექტი. ან რაღაცა პრაქტიკით დაკავდეს, რომელიც ბუნებრივ ამ მდგომარეობას შეურბილებს. და რა თქმა უნდა, ცოდნაც იმისი, რომ რას გადიხარ ახლა, ძალიან გეხმარება ადამიანს. ესე იგი, სხვადასხვა პლანეტას სხვადასხვა სიმწიფის ასაკი აქვს, სათითაოდ იქ იყო სლაიდებზე, ვინ როდის ხდება სრულწლოვანი, ვინ რომელი პლანეტა როდის ხდება და ეს ნიშნავს, რომ აი ეს პლანეტა, ამ პლანეტის ენერგია, როდესაც ადამიანი ხდება, ვთქვათ 22 წლის, ხო? მზის ენერგიას თავის რუკაში როგორც არის, მაქსიმალურად ავლენს, მაქსიმალურად მწიფდება. ანუ ყველაზე კარგ გამოვლინებას იხებს. იქამდე შეიძლება ბოლომდე არ ვლინდებოდეს. ან შეიძლება აი მერკურის შემთხვევაში 32 წლისამ გამოავლინოს საკუთარი კომუნიკაციის უნარი მაქსიმალურად, როდესაც იქამდე ვთქვათ მერკური უფრო ძნელად იყო და რთულ მდგომარეობაში იყო. და აი რახუ და კეტუ, რომელსაც გავივლით უკვე ორშაბათს, ძალიან საინტერესოა, რომ 48 წლის, როდესაც ხვდებით, მაშინ არის მათი სიმწიფის ასაკი და აი ამ დროს ზუსტად ადამიანი რაღაცა გადაფასებას აკეთებს ცხოვრების და ამ დროს ხდება, რომ ეძახიან შუა ასაკის კრიზისს. და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მომწიფდა უკვე რახუც და კეტუც ამ დროს და ადამიანს უნდება რომ აი ამოაბრუნოს რაღაცა თავისი თუ იქით არ მიდის, საითაც უნდა წასულიყო კარმული დავალებას თუ არ აკეთებს, რაღაცნაირი ესეთი ძალიან დიდი იმპულსი უჩნდება, რომ ყველაფერი შეცვალოს. ხო, ესე იგი, ჩვენ გვაქვს პლანეტების გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე. და ეს არის ინდივიდუალური, ანუ ბოლოს წინა ლექციაში თუ არ ვცდები, ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვინ ახლა რა პლანეტის პერიოდს გადის, იმის გამოანგარიშება როგორ შეგიძლიათ. მაგრამ არსებობს კიდე ესეთი ზოგადი პლანეტარული პერიოდები, როცა ჩვენ ყველა იმ კონკრეტულ ასაკში, რომელიღაცა პლანეტის გავლენას უფრო მეტად განვიცდით. პირველი არის მთვარის პერიოდი, მაგალითად 0-დან 1 წლამდე და 0-დან 1 წლამდე არის დედასთან ყველაზე დიდი კავშირი საჭირო, რადგან ბავშვს უყალიბდება ამ დროს ემოციური სხეული და 0-დან 1 წლამდე რაც უფრო ესე იგი, აი კომფორტის შეგრძნებას მივცემთ ბავშვს, ხო, ემოციური სხეული ბევრად უფრო უკეთესად იქნება ჩამოყალიბებული. 1-დან 3 წლამდე არის მარსის ასაკი და ამ დროს უკვე ადამიანს უმწიფდება, ასე ვთქვათ, მარსი. აი მარსი როგორ უნდა შეატყოთ ადამიანს რუკაში, ძლიერია თუ სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ რუკაში არ ჩაიხედოთ, ესეთი მეთოდია, რომ თუ ბავშვი ცდილობს 1-დან 3 წლამდე რომ თვითონ გააკეთოს ყველაფერი მშობლების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ბუნებრივად ძლიერი მარსი. მაგრამ თუ 1-დან 3 წლამდე მაინც ძალიან ბევრ დახმარებას ითხოვს და სთხოვს მშობლებს, რომ გააკეთონ მის მაგივრად რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ მისი მარსი არ არის ძლიერი და მაშინვე უნდა გაუძლიეროთ რაღაცა მეთოდებით მარსი. და უნდა დავაცადოთ, ხო, რაც შეიძლება ბევრი თვითონ გააკეთოს ამ ასაკში, რადგანაც ამითი კიდევ უფრო ვითარდება ბავშვი. აი მერკურის ასაკი არის 3-დან 12 წლამდე. ყველაფერი, რასაც ბავშვი სწავლობს 3-დან 12 წლამდე, შედის უფრო ღრმა ფენებში ჩვენში, ვიდრე შემდეგ. ანუ თუ გვინდა რომ აი უცხო ენა ბავშვმა მშობლიურით ისწავლოს ან რაღაცა ისეთი ისწავლოს, სკილი 3-დან 12 წლამდე უნდა მივცეთ საშუალება რომ ისწავლოს, რაც გონებასთან არის კავშირში და აი 12-დან რასაც ისწავლის, ისე ღრმად აღარ იქნება უკვე მის გონებაში ჩამჯდარი, რასაც 12 წლამდე ისწავლის. 12 წლიდან 32 წლამდე იწყება უკვე ვენერას პერიოდი, როდესაც
ბავშვი უკვე აი 12 წლიდან უკვე იდენტიფიცირებას ახდენს შინაგანადაც გოგოა თუ ბიჭი და აი ეს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა აინტერესებს ადამიანს უფრო ამ პერიოდში. აინტერესებს უფრო სიამოვნების მიღება და ეს არის აი ვენერას პერიოდი, ასე ვთქვათ, ვენერას რაც აინტერესებს, ყველაფერი ის აინტერესებს. 32 წლიდან 58 წლამდე არის მზის პერიოდი. როდესაც აი ადამიანი უკვე მობეზრდა ეს ვენერას თემები, უკვე მიაღწია იქ რაც მისაღწევი იყო და 32 წლიდან ეძებს საკუთარ თავს, ეძებს ვინ არის, უფრო სიღრმეში ცდილობს ჩავიდეს, რაღაცა კითხვებზე მიიღოს პასუხი, იგრძნოს ბოლომდე საკუთარი თავი. მზის პერიოდი. და 48 წლიდან 67 წლამდე არის იუპიტერის პერიოდი, როდესაც ადამიანმა ეს პირადი მიზნები დაიკმაყოფილა უკვე, რაც ეხება ეგოს და უკვე საზოგადოებაზე გადადის, ანუ ცდილობს რომ საზოგადოებას რაღაცა მოუტანოს სასარგებლო და რაღაცნაირად გაიშალოს იუპიტერივით საზოგადოებაში, რაღაცა გააფრთხილოს, ან ცოდნა გააფრთხილოს, ან თავისი ცხოვრების გზით დაანახოს სხვებს რაღაცა იუპიტერის პერიოდში. და 67 წლიდან იწყება უკვე სატურნის პერიოდი. აი ბუნებრივად ამასაკიდან ადამიანები ხდებიან უფრო მინიმალისტები, უფრო ასე ვთქვათ, ნაკლები სურვილები აქვთ, იმიტომ რომ სატურნის ასაკია ეს და აქედან გამომდინარე. აი თუ ადამიანმა მაგალითად ვენერას პერიოდში ვერ დაიკმაყოფილა ბოლომდე ეს ვენერას სურვილები და შემდეგ 32 წელს იქით გამოყვა, ეს ნიშნავს, რომ ვენერა არ არის მის რუკაში ძლიერი და იქიდან გამომდინარე იმ პერიოდში ვერ ჩაეტია. და უფრო არაბუნებრივია ეს, ასე ვთქვათ. აი ეს არის ბუნებრივი პლანეტების გავლენა, ასე ვთქვათ, ადამიანებზე და ადამიანების უმეტესობა ზუსტად ამას განიცდის ცხოვრებაში. ხო. კიდე რადგან მინდა ვისაუბროთ, ეს არის სხეულის 3 კონსტიტუცია, ну 3 დოშა. ჩვენ ყველანი შევდგებით ელემენტებისგან და ესე იგი პლანეტებს აქვთ გარკვეული ყველა პლანეტას აქვს თავის დოშა. დოშა რას ნიშნავს, რომ ყველა სხეული სხვადასხვანაირია აგებულებით, ანუ თავისი სხეულის კონსტიტუციით. და რომელიღაცა ორი ელემენტი, ასე ვთქვათ, შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე დანარჩენი. და ამ 3 დოშის მიხედვით, ხო, ადამიანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არის მისთვის ცუდი. ყველა ადამიანს აქვს ძირითადად 2 ან 1 დოშა, უფრო განვითარებული და იშვიათად არის ადამიანი, რომელსაც 3-ვე დოშა აქვს. დოშების სახელებია ვატა, პიტა და კაფჰა. ვატა არის ადამიანი, რომელსაც ეთერი და ჰაერი აქვს მეტი, პიტა არის ცეცხლი და წყალი და კაფჰა არის მიწა და წყალი. ვატა ვისაც აქვს მომატებული, ეს არის აგებულება აქვს ადამიანს, უფრო თხელი ძვლები არიან ბუნებრივად გამხდარი ადამიანები, არიან ძალიან აქტიური ადამიანები და რაც უჭირთ მათ არის, ასე ვთქვათ, სტაბილურობა, უჭირთ რაღაც ერთ ადგილას დამკვიდრება. უფრო რაღაც ინტელექტუალური ადამიანები არიან და ძალიან მოძრავი. ვისაც პიტა აქვს დოშა, ეს არიან უფრო ძალიან აქტიური ადამიანები, ოღონდ უფრო, ასე ვთქვათ, ცეცხლის ელემენტია იქ უფრო დიდი, ჰაერისგან განსხვავებით და უფრო რაღაც ავტორიტეტული ადამიანები არიან ხოლმე, შედარებით. და კაფჰა არის უფრო ძლიერად იგრძნობა მათ სხეულში, რომ აი მსხვილი ძვლები აქვთ, ასე ვთქვათ, და მიწაზე უფრო მყარად დგანან და ეს არის ადამიანები, რომლებსაც უფრო აი სტაბილურობისკენ აქვთ მიდრეკილება, ვიდრე განვითარებისკენ და ცვლილებებისკენ. და როდესაც პლანეტა რაღაცა ისა დიდი გავლენა აქვს ჩვენ რუკაში, ხო, შეიძლება ეს წონიდეს ჩვენს ასე ვთქვათ დოშას. ვთქვათ, თუ მზე არის ძალიან ძლიერი, ვთქვათ, ადამიანის ლომი აქვს ასცენდენტი და მზე პირველ სახლშია, დიდი შანსია, რომ მისი დოშა იყოს პიტა და ასე შემდეგ. მერკური არის პლანეტა, რომელსაც 3-ვე დოშა აქვს და დანარჩენს აქვთ 1 ან 2. ეხლა ესე იგი სხეულის სხვადასხვა ნაწილები და სუბსტანციები მიეკუთვნება სხვადასხვა პლანეტებს.
ამას ახლა მე ვიყენებ ხოლმე მაგალითად დაავადებებთან დაკავშირებით. თუ რაღაცა დაავადება აქვს ადამიანს, მერე ვიკვლევ რომელ პერიოდში გაჩნდა, ანუ რომელ პლანეტას ეკუთვნის, მე რომელ პერიოდში გაჩნდა და შესაბამისად იქ ადვილია დაინახო ეს დაავადება საიდან მოდის, ანუ შეძენილია, რაღაცა კარმულია თუ ასე შემდეგ. მზე არის მაგალითად თავი, უკავშირდება სხეულის ნაწილებიდან, მთვარეს სახე, მარსს მკერდი, მერკურს გვერდები, იუპიტერს მუცელი, ვენერას ასქესო ორგანოები, სატურნი თეთრ და რახუს კიდურები, ხელები და ფეხები. ასევე მზეს მაგალითად ძვლები უკავშირდება, მაგრამ ამასთან ერთად მინახია, რომ სატურნსაც აქვს ძვლებზე გავლენა. მთვარეს სისხლის მიმოქცევა თუ აქვს დარღვეული, მთვარესთან არის დაკავშირებული. და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა ქსოვილი უკავშირდება სხვადასხვა თემას. მაგალითად, აი, კანი არის მერკურის და პირველ რიგში, როდესაც კანის დაავადება აქვს ადამიანს, მერკურს უყურებ რა მდგომარეობაში აქვს. და მერე საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს მერკური თუ არის ვთქვათ მეექვსე სახლში, შეიძლება მოდიოდეს შეძენილი იყოს ანუ ამ ცხოვრებაში რაღაცა რუტინულად ისეთ ქმედებას ახორციელებდა ადამიანი დაუზიანდა რაღაცნაირად კანი. თუ მერვე სახლშია მერკური, ვიცით რომ ეს იქნება რაღაცა ასე ვთქვათ კარმული რაღაცა, რომელიც მიზეზსაც ვერ გაიგებდა რაღაცა თავისით მოდის, თავისით წავა. და ასე შემდეგ, ანუ ეს ახლა უცებ შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მინდა რომ აი პლანეტებზე უფრო ბევრი ინფორმაცია გქონდეთ ვიდრე ცოტა. და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ რაღაცნაირად დააკავშირებთ ერთმანეთთან, რომ აი ვთქვათ იუპიტერის პერიოდი დამეწყო და რაღაც მუცლის პრობლემა შეიძლება მქონდეს და უცებ გამახსენდეს, რომ იუპიტერი მუცელთან არის კავშირში და ასე შემდეგ. ასევე დაავადებები, ანუ ყველა პლანეტას თავის დაავადებები აქვს. არ ნიშნავს, რომ რაღაცა დაავადება სხვა პლანეტა არ შეიძლება იწვევდეს, მაგრამ ძირითადად ეს არის ხოლმე ესე. მზეს მაგალითად არის გადახურება, სიცხე, თვალის დაავადებები, სტომატოლოგიური დაავადებები და ნერვიული დაავადებები მზის განგეობის ქვეშ. მთვარეს რადგან ეხება გონება და ეს ემოციები, გონებრივი აშლილობები, გემოს დაკარგვა, აპათია, მოთენთილობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები და სხეულში წყლის შეკავება არის მთვარესთან დაკავშირებული ძირითადად. აი მარსთან ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი ჭრილობა ყველანაირი, თუ სადღაც რაღაცა გავიჭერით, ესე იგი რაღაც მარსთან არის დაკავშირებული, ან შეიძლება მარსის ტრანზიტი იყოს. ან აი თუ მარსი აქვს ადამიანს რუკაში ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ხშირად ემართება პატარა ვთქვათ ფეხი გაუსრიალდება და წაიქცევა და მოიტეხავს, ან რაღაცა ესეთი რაღაცები ემართება, დაზიანებები, ასაც ქვია. ყველანაირი ოპერაციაც მარსი არის, რადგან აი გაჭრასთან არის დაკავშირებული. მერკური არის ტვინის დაავადებები, აზროვნებასთან დაკავშირებული, კანის დაავადებები და ნერვიული დაავადებები. იუპიტერთან არის კავშირში ლიმფის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ანუ ერთი და იგივე დაავადება შეიძლება რამოდენიმე პლანეტა განაგებდეს. ახლა სისხლს მაგალითად სხვა პლანეტებიც განაგებენ, მაგრამ თქვათ როგორც დაავადება შეიძლება იუპიტერს მიეკუთვნებოდეს. კვანძები და ყურის პრობლემები იუპიტერის თემაა. ვენერას ყველაფერი, რაც სასქესო ორგანოებს ეხება, არის ვენერას თემა ყველაფერი და სქესობრივი დაავადებები და საშარდე სისტემის დაავადებები არის ვენერასი. და სატურნის დაავადებებია ყველაფერი, რაც აი სიბერეში ემართება ადამიანს. ართრიტი, რევმატიზმი, პარალიჩი, სიცივე სხეულში, ნერვიული დაავადებები და ქრონიკული დაავადებები. ეხლა ეს ნერვიული დაავადება თუ სიბერესთან კავშირშია, უფრო მაშინ იქნება სატურნის და მზესთან შეიძლება იყოს რაღაც სხვა ნერვიული დაავადება, რომელიც რაღაც დაბადებიდან შეიძლება კონდეს ადამიანს. რაჰუს და კეტუს უფრო რაჰუს და კეტუს ორშაბათს გავივლით და ესენი არიან პლანეტები, რაჰუ არის, აი ყველაფერი არატრადიციული, ასე ვთქვათ. და ყველაფერი დიდ მასშტაბზე. და რაჰუ არის ეპიდემია, ისტერია, სიგიჟე, ეპილეფსია და მოწამვლა. ხო. ეს არის რაც დღეისთვის გქონდა გასავლელი. ეხლა შესვენება გამოვაცავთ ზუსტად 7 საათია ჩემთან, თქვენთან არის 9 საათი ზუსტად.